დედიკო, სადაც ვერი, რამდენი სანტიმეტრიანია? ამდენი. დაახლოებით 10? არა, მაგარი ხარ, შენ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, გოჭი ხარ, ბიჭი ხარ. მიესალმე ჩემს მაყურებელს. ნიკოლოს. გამარჯობა და უთხარი დღეს გვექნება ჩართვა როსტევანისა და ავთანდილისაგან ნადირობაზე. გამიხილავ ძალიან მოკლედ. მეგობრებო, როგორც დაგვირდით, ბარემ დღეს დილიდანვე დავიწყებ ამ საკითხზე საუბარს. Let's go, წავედით ახლა, მეგობრებო. დაგვრჩათ გარეთ, შემოდიცივე. წავედით მეგობრებო, განვიხილოთ ესე იგი როსტევანისა და ავთანდილისაგან ნადირობა. და შესაძლებელია რომ დღეს მეტი ვერ განვიხილო, თავ და თავ მივყვევი და ასე განვიხილავე ვეფხისტყაოსნის საკითხებს და მოდი ახლა დავიწყოთ კითხვა. კითხვა თქვენ იცით რომ მე ძალიან მაგრად არ შემიძლია, მაგრამ როგორც შემიძლია ისე წაგიკითხავთ, მაგრამ მე ძალიან მაგრად შემიძლია განხილვები. კარგი, დავიწყეთ. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა. თქვენ იცით რომ ჩვენ განვიხილეთ როსტევან მეფის მიჯნურობაც განვიხილეთ, მეგობრებო, მაგრამ მიჯნურობა ანუ შესავალი დასაწყისი განვიხილეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მე რომ გადავედი და მოვძებნე ის ვიდეო, მეგობრებო, დაბლოკილი ქონიათ ეგ ვიდეო. ზუსტად ეგ ვიდეო დამიბლოკეს მე, ძალიან მაგარი რაღაცები ვილაპარაკე. ამიტომ ვეცდები რომ მე ის ვიდეო ამოვჭრა მხოლოდ მიჯნურობაზე და დასაწყისზე, ანუ ვეფხისტყაოსანს რაც შეეხება და შემდეგ მოგვიანებით ჩაგიგდოთ ინტერნეტ სივრცეში. ანუ YouTube-ზე ჩავაგდებ, Facebook-ზე მას ვეღარ ჩავაგდებ. თუმცა Facebook-ზე გაგიზიარებთ ლინკს. ჩვენ წინაზე განვიხილეთ ამბავი როსტევან არაბთა მეფისა და ახლა ჩვენ ვნახეთ რომ როსტევანმა გაამეფა თავისი ძე, როგორც ის მას ძედ უწოდებს თავის ასულს. შემდეგ დაიღრიჯა იმის გამო რომ მიხვდა გვიან გააცნობია რომ თავისი ერთადერთი სათუთად გააზრდილი თინათინი, ანუ ასული გახდებოდა მეფე, თუმცა იქ რაღაცა პატარა კრიტიკას მოვცხე როსტევანს, მაგრამ მოდი ახლა ვნახოთ და დავინახეთ რომ ჩვენ წინა განხილვაში ვნახეთ რომ მწერალი ამ პოემისა არის სავარაუდოდ ავთანდილი, იმიტომ რომ დიალოგებს იმდენად რეალურად გადმოსცემს რომ ის იმ მომენტში იქ უნდა ყოფილიყო, როდესაც ის საუბრობდა და აქ არიან მხოლოდ სამი კაცნი, მამაკაცნი, ესენი არიან სოგრატი, ავთანდილი და როსტევანი. როსტევანი რომ ამ პოემას ვერ დაწერდა ეგ ვიცით, სოგრატი რამდენად მნიშვნელოვანი პიროვნება არის, ეს მერე გაირკვევა ალბათ, შეიძლება არც გაირკვეს, მაგრამ ვნახოთ და სავარაუდოდ მე ვივარაუდე რომ ეს იქნებოდა ავთანდილი, რომელიც აი ამ პოემას წერს როგორც ჩვენ ფსევდო სახელით შოთა რუსთაველით შევრაცხეთ და მოდი გაგრძელება ვნახოთ. ჩვენ ვნახეთ რომ ავთანდილი შეეკამათება როსტევანს რომ რატო დაიღრიჯეო თქვენ ქალიშვილმა ის გააკეთაო, ვინც გაამეფეთო, ამდენი უფლება რად მიეცითო და როსტევანმა იმდენად შვილი ვიტყავდა ის გაზრდილი რომ გაუტარა ეს შეკადნიერება ავთანდილს და მოკლედ მიხვდა რომ სხვანაირად ვერ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ამხილა ძალიან მაგრად ავთანდილმა როსტევანი და საბოლოო ჯამში ავთანდილმა ისიც კადრა რომ მოდიო კიდევ ერთ რამეს კადრებო, ოღონდ ძალიან მაგრად ჩამომართმევ კადნიერებაშიო და მოდი შევეჯიბროთ ერთმანეთს, რომ წეღარო შემაქე მე შემაქეო რომ ნადირობაში მჯობი ხარ და კი არ მჯობი ხარ კი არა და ვითომ და მსგავსი ვარ მე შენიო, ხო, ნადირობაშიო და ბურთაობაშიო და მშვილდოსნობაშიო. ახლა მოდი შევეჯიბროთ ერთმანეთსო, რამდენად მსგავსი ვარ თუ შენზე უკეთესი ვარო რა და თუო მე წავაგეო, მაშინ ვინც წააგებსო, უბრალოდ ვინც წააგებსო, 3 დღეო თავში შვილმა იაროსო, ხო? აი ესეთი რაღაცა წავიკითხეთ ჩვენ და ამ ყველაფერს თინათინი, რომელიც მამის გვერდით ზის, იგებს. ანუ ამ დიალოგს. ეხლა წავიკითხოთ ჩვენ რა ხდება ნადიმზე. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი. სოსანი, მეგობრებო, სავარაუდოდ არის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს
აღნიშნავს რას? ეხლა ვნახოთ. შროშანი ან ლამაზი, ახმახი, რაღაც აი ლამაზი სანახავი. გამოყენებულია როგორც სილამაზის აღმნიშვნელი მეტაფორა, გესმით? აი ესეთი ნაზარდი, ტანადი, გესმით? აი ძალიან ავთანდილი იმდენად კარგად არის დახასიათებული და ლამაზად, რომ მისი ნახვა მოგინდება ადამიანს ამ პოემის მიხედვით. და მოდი ვნახოთ. დილას ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულით მოსილი პირად ბროლ ბალახშოსანი. ძოწეულით, ესე იგი მეფური სამოსით ძოწეულები მხოლოდ მეფის კარზე ეცვათ, გესმით, მნიშვნელოვან პირებს, ანუ ძოწეულითან კიდევ რა არის, იცით? არა მხოლოდ ძვირფასი ქვები, არამედ არის წითელი სამოსი. წითელი სამოსი არის რაღაცა მნიშვნელოვანი სამოსი, ანუ როგორც აი ფორმა რა, ესეთი ფორმა, როდესაც სანადიროდ მიდიოდნენ. იმიტომ რომ დილას ადრე თუ ასე მოვიდა, შემკული ამ ძოწეულით, ესე იგი წითელი სამოსით, ჩაცმული შემოსილი პირ ბროლ ბალახშოსანი, ანუ შროშანი ჩვენ ნახეთ, რომ არის სილამაზის აღნიშნული სიტყვა და ნახეთ ახლა ძოწეულით მოსილი არის ესე იგი წითელი სამოსით შემოსილი პირ ბროლ ბალახშოსანი. პირ ბროლ ბალახშოსანი, პირ ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასვლად აწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი. და გამოიწვია მეფე ბავშვი. აი ესე იგი ლამაზი სახის იყო, იმიტომ რომ აქ წერია ესეთი რამე, რომ პირ ოქრო რიდე ეხვია. პირის მხარეს მოოქროვებული ან ოქროსფერი ქსოვილისაგან დამზადებული რიდე, მოსასხამი ეხვია, ხელა თანამდებობის პირია. შვილი არის, ესე იგი ამირ სპასალარის. და ამირ სპასალარი, მეგობრებო, აი ხა რო გადავხედე, ხო? გიორგი მესამეს ყავდა, აი ავიღოთ, როსტევანი იყო გიორგი მესამე, თქვათ. და თინათინი თამარია, ხო? ამირ სპასალარი როსტევანის დროს იყო სამი იყვნენ. ესე იგი პირველად იყო სანამ აუჯანყდებოდნენ ორბელი, იოანე ორბელი, მამა. მერე როდესაც ივანე ორბელი, სწორედ არა მამა, არამედ თვითონ ივანე ორბელი. მერე როდესაც აუჯანყდნენ იყო ერთ-ერთი ყუბასარი და როდესაც ყუბასარი მოკლე დროით იყო და მის ბოლო მეფობის პერიოდში, ანუ გიორგი მესამის პერიოდში იყო შემდეგ მხარგრძელის მამა. ივანე და ზაქარია მხარგრძელის მამა იყო ამირ სპასალარი. ესე იგი ჯარების მეთაური რა, ყველაზე მნიშვნელოვანი პირი მეფის შემდეგ. ორბელი, რომელიც გიორგი მესამის დროს იყო სპასალარი, როდესაც თამარს გამეფებს, ვეღარ იქნებოდა მისი სპასალარი, იმიტომ რომ უკვე მკვდარია, ამ დროს ყველა ორბელი მოკლეს ორის გარდა. ორი გააპარეს საქართველოდან, ისევ მეფის გადაწყვეტილებით. და ამიტომ, რადგან ჩვენ თავში უკვე ვნახეთ, რომ ავთანდილი იყო სპასპეტიძე ამირ სპასალარისა, არის ნათქვამი და მოხსენიებული, ესე იგი ეს უნდა როგორც ძე ისე არის გაზრდილი მეფისაგან. ესე იგი, ეს უნდა ყოფილიყო პირი, რომელიც გადაურჩა ამ ომს და ისევ ორბელია, ან ყუბასარის შვილია, მაგრამ ყუბასარის შვილი, როგორც ამირ სპასალარის შვილად ვერ მოიხსენიებოდა, იმიტომ რომ ის მხოლოდ მოკლედ იყო მეთქი და გიორგი მესამის ბოლო ხანებში, 1080-იანი წლიდან 83-4 წლამდე იყო ეს რამდენიმე ხანი თვე კი, ალბათ შეიძლება წელიც არა. ამის შვილი ვერ მოიხსენიებოდა და ესე იგი ვიცით ჩვენ რომ მხარგრძელები არ იყვნენ მთლად ქართველები, მაგრამ ქართველ ქურთები იყვნენ, ქართველ ქურთები. თუმცა სომხებად მოიხსენიებოდნენ. მან ქურთები. ესე იგი აღმოჩნდება რომ თუ ავთანდილი იყო სპასპეტი, ავთანდილი იყო ძე ამირ სპასალარის, მაშინ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ის მეფის კარზე გაზრდილი. მეფისგან როგორც ძე ისე არის გაზრდილი და მეფე ასე მოიხსენიებს მას და მასთან ერთად მიდის სანადიროდ. ხო და იცით რა არის მეგობრებო, მე აქ კითხვა მიჩნდება რომ ჩვენ ყველა მონაცემი პირდაპირ გვიდევს ამ ვეფხის წყალოსანში თუ ვიზია საუბარი. გესმით? მონაცემი გვიდევს, მაგრამ ჩვენ ისტორიას არ ვიცნობთ კარგად. ჩვენ გამოსაკვლევი გვაქვს, ვინ ორი გადაურჩა
ხომ არ იყო ეს ორბელების ის ძე, რომელმაც თვითონ გიორგი მესამემ გაზარდა როგორც თავისი შვილი და ამ დროს ეკლესიას რო გადააბარა ეს საკითხი რომ თქვენ განიხილეთ რა გაუკეთოთ ახლა ამაჯანყებულებსა და 30000 ადამიანი რო ამოხოცა ეკლესიამ მე-12 საუკუნეში თავის დედაშვილ მამაშვილიანებად და აბსოლუტურად ოჯახიანებად, ხო? ხომ არ იყო ეს ის თავისი შვილად ნაზარდი ბიჭი, რომელიც გადამალა გიორგი მესამემ და გააპარა და მე ისევ კვლავ ჩამოიყვანა. მაგრამ ვნახოთ გამოჩნდება ესეც. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს ცოტა ენასატეხი მრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყად გარეშე მოჰკვრიდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი վել და დახფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სვrides. ნუ ახლა ეს ჩვეულებრივად ნადირობა ჩვეულებრივი პროცესია ამ დროს გადიან სანადიროდ ისვრიან და საბოლოო ჯამში ეჯიბრებიან ერთმანეთს თუ ვინ აჯობებს რომელი აჯობებს მეფე აჯობებს თუ ავთანდილი. უბრძანეს მონა 12 მოდით თქვენათა ვლიდით. აი ნახე 12 მონაზე აქ გამახურებული ყურადღება რაც მნიშვნელოვანია ასევე ეზოთერულად ქრისტესაც 12 მოწაფე ყავდა მეგობრებო. 12 არის საკრალური ციფრი. 12 8-ში ძალიან მნიშვნელოვანი საკრალური ციფრია. ასევე საკრალური ციფრია 12 დროის აღნიშნელიც არის, იმიტომ რომ 12 საათი გვაქვს და შემდეგ ისევ 12 24 საათი არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ამას ვგულისხმობთ ხოლმე. 12 გასარკვევია თუ რატომ მოიხსენიებს 12 მონას. ხდებით? უბრძანეს მონა 12 მოდით ჩვენთანა ვლიდითა. ანუ აქ როგორი რაღაცა მოხდა, იცი, თავის მონებსაც კი ანუ ტრანსფორმაცია მოხდა მათში, რომ მონები ცალკე კი არ დგანან. ამ პერიოდში როცა მეფეში ტრანსფორმაცია მოხდა ის რომ რაც თავის ქალიშვილს დაარიგა და ქალიშვილმა რომ ეგრევე განახორციელა და მე 100%-იანი გამოცდა მოუწყო თამარმა მას, რომ თამარი არის თუ თინათინი, მოდი თამარზე თინათინს ესე მოვიხსენებით ერთი და იგივე პიროვნება არის და პერსონაჟია და მაშინვე ანახა რომ აი რასაც მარიგება მას გავაკეთებოდა საბოლოო ჯამში მამამისი განკურნა აი ამ თავისი უსუსურობისგან რომ მართალია თავში გააქვს ეგ სურვილი რომ გასცე და გამცემი იყო მაგრამ ჯერ არ გაგიკეთებია ამიტომ მე ახლა ამას გავაკეთებ და ვნახავ შენ როგორ მოგეწონება და საბოლოო ჯამში მეფე დაიღრიჯა ანუ ცუდად გახდა არ მოეწონა გესმის თუმცა რატო არ მოეწონა არც არაფერი არ თქვა ამაში ტრანსფორმაცია მოხდა იმ დონის რომ მიხვდა რომ სახეში აჯახა პირდაპირ თავისი უსუსურობა თავისმა ქალიშვილმა და ამ დროს დიდი ტრანსფორმაცია მოხდა მე ავთანდილის დაემატა ანუ თინათინის მიჯნური ავთანდილის დაემატა რომ მივიდა და პირდაპირ გაუკადნიერდა მეფეს რომ აბა შენ კი მომიხსენიებ ესე საინტერესოდ მაგრამ მოდი აბა შევეჯიბროთ ჩვენ რომელიც აჯობებს და რატომ დაიღრიჯე აგერ შენმა ქალიშვილმა ის გააკეთა შენ რაც დაარიგე გესმის და აი ამასობაში მეფეს ორგვარი ისა აქვს დატაკება აქვს ესე რომ თქვა სულიერი რა სულიერი ზრდა აქვს და აქ ნახე რა ხდება 12 მონას უბრძანებენო ჩვენთან მოდითო ჩვენთან იარეთო ცალკე მივლითო ანუ მოხდა იერარქიების დაშლა ამ დროს ხდებით ტრანსფორმირდა მისი სული იერარქიების დაშლა მოხდა და საბოლოო ჯამში შვილსა ფიცხელსა მოგცემდით ისარსა მოგვართმიდით ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდით და დაავალეს ახლა 12 მონას რომ ესე იგი გააკეთეთ თქვენი საქმე რაც ვინც რა მოკლა ის დაითვალეთ და ის არის თან მოგვაწოდეთ როცა გამოგველება ხო დაიწყო მოსვლა ნადირმან ყოვლითგან მინდორთ კიდითა და აქ ნადირმა რატო დაიწყო მოსვლა მე ვერ გავიგე მაგრამ ალბათ წინასწარ გააგზავნა ეს მონები რომ წადით და ეს ნადირიო დაათვალიალეთო იქ სავარაუდოდ ეს ნადირი ერთად შეკრიბეს გესმის და ამ დროს როცა მეფეები მიდიან სანადიროთ მე აი ამ შეკრებილ ჯოგი არის ხო ჯოგი ცხოველთა ერთობას ჯოგი ეწოდება ჯოგს რასაც მოარტყავენ და აი ვინც კარგი მსროლელია მე ის უნდა ჯამდეს მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწვდომელი ანუ ძალიან ბევრი ირემით ხადა კანჯარი ქურცი კი მაღლად მხტომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს ჭვრეტად მცა სჯობდა რომელი აჰა მშვილდი და ის არის და მკლავი და უშრომელი აქ მეგობრებო გაირკვევა ჩვენს ქვეყანაში რომელი ცხოველები იყვნენ სანადიროდ მოწოდებულნი და რომელი ცხოველი ჭარბობდა საქართველოში ეს იყო ირემით ხადა კანჯარი მარინოს კანჯარი რა ცხოველია იცი მარინოს კანჯარი რა ცხოველია? არ ვიცი. კანჯარი ქურცი კი მაღლად ქურციკები დღესაც ყავს ოღონდ არ შეიძლება ნადირობა იმიტომ რომ ძალიან წითელ წიგნში არიან შესული გადაჭრიშების გზაზე გადაშენების გზაზე არიან და ამიტომ ქურციკებს დღესაც ხედავთ ირემი დღესაც არის ასევე საშიშია მასზე ნადირობა თხა და კანჯარი ეს არ ვიცი რა არის კანჯარი ალბათ ვერძი არ ვიცი უნდა ვნახო აი კანჯარი მოიცა აქ ეწერება კანჯარი გარეული ვირიც ძნელ და სახიფათო სანადიროდ ითვლებოდა ხო გულან
კანჯარი თურმე გარეული ვინ ყოფილა და ამაზეც ნადირობდნენ თურმე მეგობრებო საინტერესოა და დღეს კიდე წითელ წიგნში არის შესული ეს ვინ. ცხენთან აღარ არის და ამაზე ნადირობდნენ ჩვენი მეფეები წარმოგიდგენია. ცენტრალური აზია არის. მაი საინტერესო ინფორმაცია არის რომ ეს იყო აქ. იყო აქ და დიაბნა იდეა აქცობა და ცხენთა მათთან ნატერფალნი მზესაშუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიისროლდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს აო ჭაჭუნაში წარმომიდგენია რომ ეს ნადიმია რაისარი დაელევის მონანიყე მიართმიდეს მხეცნი მათგან დაკონდილნი წაღმა ბიჭსა ვერ წასდგმიდეს ესე იგი ისე მაგრად ისროდნენ და ზუსტად ესროდნენ რომ მათი დაჭრილი ისენი ცხოველებიც კი ერთ ნაბიჯსაც ვეღარ გადადგავდნენ რა ზუსტად ესროდნენ ზუსტ წერტილში სადაც მაშინვე მოკვდება ცხოველი და არ იტანჯება გესმის არ დაიტანჯება იგი ველი გაირბინეს აი ეს ინფორმაცია მოწოდებული რომ ჰალალად კლავდნენ აი რასაც დღეს თურქები ჰალალ ხორცს უწოდებენ მეგობრებო რომ არატანჯული ხორცს ჭამენ და მათ სპეციალური მეთოდები აქვთ რომ ცხოველი მაშინვე მოკვდეს და არა ნელ-ნელა რო კლავენ ხოლმე აქ ხორცს და ყელში რო უსვამენ დანას და ბლაგდანას და ღორი რო ჭყივის 5 საათი ეგრე არა მაშინვე კლავდნენ ისრის ერთი სროლით იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვილდეს ცათა ღმერთიში არისხეს აი ნახეთ შემოდის ახლა აქ ძალიან საინტერესო კრიტიკა მწერლის მიერ რომ დახოცეს და ღმერთი ცათა ღმერთიში არისხესო და არა ღმერთიში არისხესო მხოლოდ ცათა ღმერთიში არისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა გავსო ალვას ედემისხეს მიუხედავად იმისა რომ კრიტიკას აწარმოებს მწერალი რომ ყველაფერი დახოცეს ეს ნადირის სისხლში გაისვარეს ხელები ავთანდილის შემხედველთა გავსო ალვას ედემისხეს მაგრამ ავთანდილს მაინც აქებს მიუხედავად იმისა რომ ავთანდილიც კლავს იქ ცხოველებს ხო იგი მინდორი დალვიეს მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალიდის და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შესწირნეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვარლნი ორივე მოსწყდეს რაზომცა მხსნენია უბრალოდ იგი ეს იგი აღწერა არის იმ ველი სადაც არიან აქ კლდე არის სადაც წყალი ჩამოუდის იმის იქით კლდე არის ნადირნი ტყესა შესწირეს სადა ვერ არის ცხენია შესწირეს ნადირნიო სადა ვერ არის ცხენია ნუ ის ნადირი რომელიც უკვე წყეში შევიდა ისეთ წყეში რომ ცხენი ვეღარ შედის იქ უკვე შესწირეს ის ნადირი დაანებეს თავი ვითომ შესწირეს და ცოცხალი გაუშვეს იგი მაშვრალნი ორივე მოსწყდეს რაზომცა მხნენია და მაგრამ დაღლილები კი არ არიან მხნედ არიან მაინც არ დაღლინან იმიტომ არ შეწყვიტეს ნადირობა რომ დაიღალნენ არამედ იმიტომ შეწყვიტეს ნადირობა რომ ტყეს შესწირეს ვითომ და ტყეს შესწირეს ეს რა ქვია მაგას ცხოველი კომენტარებს მე წავიკითხავ რამინ ერთმანეთსა თუ მე გჯობ ცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ალაღობდეს იქით და აქეთ დგებოდეს მერე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ხვებოდეს ობრძანა თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს და მონები ხო თვლიან ახლა რამდენი და ცხოველი მოკლა მეფემ და რამდენი ავთანდილმა და არ მოგვატყუოთო და არ გააყალბოთ ინფორმაციაო ის მგვითხარით რაც არისო რეალურად რა და მონათა კადრეს მართალსა კადრებთ და ნუ გემცთარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვი შენსა მაგისად დარებით ააწევცა დაგფხოც ვერახგავს ვერად ვერ მოგეხმარებით ვისგან აკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმაწარებით ვერ მოგატყუებთო რა მაგრამ ეხლა გეტყვით ვინ მოკლაო უფრო მეტი ორთავე ერთგან მოკლული ყველაი 10 ჯერ 20-ია მაგრამ ავთანდილ 20-თა უფრო სიდაუხოცია ესე იგი 20-ით მეტი დახოცაო რა ყველგან ხო ბევრია დახოცილია მაგრამ ავთანდილ 20-ით მეტი დაუხოციაო და არ დაცდომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცნია თქვენი მრავალი მიწითა დასრული გაგვიხოცია აი და თანაც ნახე რა შეუბნებიან რომ ავთანდილისო არც ერთის და კიდევ დაკოდვა აღარ დაგჭირდაო რა მოკლავ მაგრამ თქვენიო თქვენი ნასროლისო კი დავხოცებთო ანუ საქმე ის არის რომ გიორგი მესამე არის თუ როსტევანი ვერ ისვრის იმდენად მაგრად და ზუსტად ალალად როგორც ეს ავთანდილი რასაც ისვრის ცოცხალს არ ტოვებს პრინციპში ნადალს იმიტომ რომ როგორც გითხარით ჰალალად მოკლული არის ერთი სროლით მოკლა ხო რომ ცხოველმა არ იტანჯოს აი როსტევანის ნადავლი ნადირი თუ მსხვერპლი ტანჯულობს იმიტომ რომ მას დახოცვა მოუნდათ მონად დახოცვა დასჭირდათ რომ ის ცხოველს არ იტანჯა მეფესა ეს ამბავი უცვითა მღერნა ნადირსა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა განაშაშურდა მეფეს გაუხარდა რომ მისი ნაზარდი აი ეს ავთანდილი ხო მასზე უკეთესია მეგობრებო ეს
აი ეს არის ის ფორმულა, რომელიც ჩვენ დაგვავიწყდა. ის ურჩევნია მამისა, რომ შვილი ჯობდეს მამასაო, ხო? აი ეს არის, რომ უხარია ავთანდილს მეფეს, რომ ავთანდილი ჯობია. აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბუმბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს მიეცა გული და ამოსვლა დარდისა. აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბუმბულსა ვარდისა. ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს მიეცა გული და ამოსვლა დარდისა. ესე იგი, ნახე, აი მიჯნურობა ხომ გგონია, რომ არის მხოლოდ ქალთა და კაცსა და ქალს შორის რა, მეგობრებო, მაგრამ თურმე მიჯნურობას აი ახლა მწერალი გვამცნობს, რომ მიჯნურობა შეიძლება გაგიჩნდეს ადამიანს შორის გაჩნდეს სულ ერთი ასქესი. აი მეფეს მაგალითად მიჯნურობა აქვს ავთანდილის მიმართ. ხო, მიჯნურობა არ არის მაინც და მაინც სექსუალური ტოლვის საკითხი. მიჯნურობა არის, როდესაც ადამიანი იმდენად უპირობოდ გიყვარს. ხო, არ მოაჭრი თავს, როცა ის შენზე უკეთესია თქვა. და თავისი დარდი გაუქარდა მეფეს. ის რაც ქონდა სადარდებელი და დაღრიჯილობა და ავთანდილმა რო უთხრა, მოდი შევეჯიბროთო და გადაატანინა გონება აი ამ დაღრიჯილობისგან, აი აქ უკვე ეს გაუქარდა, ხედავთ. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა, ლაშქართა შექმნეს მოდენა მოდგეს უფროსნი ბზეთასა. ახლოს უთხრ მონა 12 უმხნესი სხვათა მხნეთასა, თამაშობდეს და უჭურეტდეს წყალსა და პირსა ტყითასა. მხიარულობენ ახლა ბზეთასა, ნახე, ბზეთასა, მეგობრებო. ახლა თუ არის აქ განხილული, რას ნიშნავს ეს ბზეთა? ბზე, რას ნიშნავს ბზე? ნუ ბზეზე იმდენი იყვნენ, რომ რა ვიცი, ბზეზე უმრავლესნია და ეს ბზე არ ვიცი რა არის მართალი გითხრათ. ხო და მეგობრებო, ესე იგი დასხდნენ ისინი ლაშქარში. იგი საგრილად გარდახდეს, იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა, ხე გადმოვიდნენ რა, დაქვეითნენ ცხენებიდან, ხის ძირებში დაჯდნენ, ლაშქართა შექმნეს მოდენა, იმდენი ლაშქარი მოვიდა, რომ ბზეზე უფრო მეტი არნია რა, ბზე რა არის ბზე. ახლოს უთხრს მონა 12 და ეს 12 მონა უფრო ახლოს არის ამათან რა. უმხნესი სხვათა მხნეთასა და გამორჩეული არიან როგორც ჩანს ეს 12 მონა და ეხლა წავიკითხავ რავინ იაკობმა რა დაწერა 12-ზე. 12 საკრალური ციფრი ამიტომაა რომ იგი ასოცირდება როგორც ებრაელთა 12 თაობასთან, ასევე წელიწადის შედგება 12 თვისაგან. მე დაგეთანხმები რავინ 12 თვისგან რო შედგება წელიწადი, ეს ჩვენ მოვდრიკეთ ესე წელიწადი რო 12 თვისგან შედგება, მაგრამ წელიწადი შედგებოდა 13 თვისგან და სწორედ აი ამ ებრაელებს აქვთ ეს 13 თვე კიდევ შემორჩენილი, ჩვენ აღარ გვაქვს შემორჩენილი. თუმცა 12 თაობასთან თუ კავშირდება ეს ებრაელების 12 თაობასთან, ეგ არ ვიცი, მაგას ვერ გადავითვლი, თუმცა გადავითვლი შესაძლებელია რომ გადავითვალო კიდევაც, მაგრამ მე ვერ ხვდები ეს რატომ ხდის საკრალურად 12 თაობა გავიდა თუ არა ებრაელთა თაობის, ანუ 12 რა შუაშია ებრაელთა თაობა, მე რა თქვათ 12 თაობა რო არის, რატო ხდის ეს მნიშვნელოვანს და რატომ სცენს 12 მნიშვნელოვან საკრალურ თემას. ეს თუ ამას თუ ავხსნით, კარგია. თუ გინდა რამინ დღეს საღამოს როგორც დავთქვით, გახსოვს, ჩვენ თქვით რომ ყოველ კვირას შევხვდებოდით და ღამის 10 საათზე ესე ბავშვებს რო ეძინებოდათ, ვისაუბრებდით ამ თემებზე და თუ გინდა ამაზე ვისაუბროთ დღეს. ჩავერთოთ ლაივში და ვისაუბროთ 12 საკრალური ციფრის შესახებ თეოლოგიურ ჭრილში. კარგი? მე ძალიან გამეხარდება. მეგობრებო, ახლა მოვჩით ჩვენ ამ თავს როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობას. და შემდეგი თავი იქნება, ოღონდ დღეს არა მეგობრებო, ნახვა არაბთა მეფისაგან მისი ყმისავე ფხის ყაოსნისა მეგობრებო. აუ მეგობრებო, რა მაგარ თავს მივადეკით რომ იცოდეთ. ამოშვებულია ეს წიგნი 1974 წელს მეგობრებო. აი ესეთი ვეფხისტყაოსანი მაქვს მე.